სანამ ოპოზიციის როლზე და ზოგადად ამ ვითარების გამოყენებაზე პრაქტიკული პრაგმატული თვალსაზრისით ვისაუბრებთ, მაინტერესებს თქვენეული ვერსია როგორია იმისა, რაც ხდება არა მარტო ღარიბაშვილის წასვლასთან ჭალებში, არამედ ზოგადად იმ ტენდენციის კვალობაზე, რომელიც სახეზია, ის არ არის არც პირველი თანამდებობის პირი, რომელიც წავიდა ივანიშვილის ვერტიკალიდან, ის კი არა და თუ არ ვშტები ხვალ მე მგონი არის დაგეგმილი რაგბის კავშირში არჩევნები და იქაც ჩანაცვლება მოხდება ივანიშვილთან დაახლოებულ ტყემალაძეს ჩემი ინფორმაციით კაჭარავათი ჩაანაცვლებდნენ, ხო? თუ არ მეშლება გვარი რაგბისტის. ანუ ეს არის, აი ყველაფერს ეხება ეს ყველაფერი. თქვენი ვერსია როგორია? მოგესალმებით. პირველ რიგში ალბათ კითხვა უნდა დავსვათ, ყველაფერი ამით ძლიერდება და თუ სუსტდება ქართული ოცნება და მე ვფიქრობ, რომ სუსტდება და არ ძლიერდება, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზული დაჯგუფებები ატყდება ყოველ შემთხვევაში იმ ვერტიკალს, რომელშიც ისინი იღებდნენ მონაწილეობას. დაწყებული სუსიდან, გაგრძელებული რეგიონების სამის, რომელიც არ არის პატარა და საკმაოდ მნიშვნელოვანია და რეგიონების ხმებზე დგას ხშირად ქართული ოცნების, რეგიონებში გაყალბებულ ხმებზე დგას საქართველოს ოცნება, გაგრძელებული ხა ღარიბაშვილით, რომელსაც საკმაოდ დიდი თავისი ასე ვთქვათ, შიდა სისტემა აქვს, ხო, ადამიანები და ეს აჭარა საკმაოდ სერიოზული ცვლილება. მე ვფიქრობ, რომ აქ ნამდვილად ხდება ერთ კონკრეტული ჯგუფის ხელში ძალაუფლების კონსოლიდაცია, მაგრამ თავარი კითხვაა რატო? რატო? იმიტომ რომ მე ვფიქრობ, სიტუაცია მიდის იქეთ, რომ დღეს ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი. ამ პოლიტიკურ კრიზისში, სადაც არ უნდა გაიხედო, მიუხედავად იმისა, ოპოზიცია მოგწონს, საზოგადოება მოგწონს, თუ ის არ მოგწონს, თუ არ ის მოგწონს, ყველა პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას. ანუ კრიზისი პოლიტიკური უნდა განმუხტოს ქართულმა ოცნებამ. ჩვენ ხშირად აგერ მოვისმინე, რომ ოპოზიციას ვთხოვთ გეგმას პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის, მაგრამ გეგმა უნდა დადოს ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ. ეს გვაუწყდება ყოველთვის. მათ ეს გეგმა არ წარუდგენიათ. შესაბამისად, რაღაც პიკამდე მიდის ეს სიტუაცია და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ასე ვერ გაგრძელდება, ხო? 155 დღეა პროტესტია. პროტესტი არ ჩერდება, ხან იქ არის, ხან რატო ვერ გაგრძელდება? იმიტომ რომ ისინი ვერ შეძლებენ სიტუაციაზე კონტროლს, თუ ფინანსურად ექნებათ რამე პრობლემები თუ ასე შემდეგ. არალეგიტიმურობის პრობლემა აშკარად აქვთ. ის რომ საერთოდ არავინ არაფერზე არ ელაპარაკება, ასე არც იქნება და ვერც იქნება სახელმწიფო არ და ვიღაცა დაელაპარაკება რაღაცას და ასე შემდეგ. მათ დემოკრატიულობის ხარისხს არავინ ასე თქვა აღიარებს და არც მათ მანდატს, რომელიც უმრავლესობას უნდა მიენიჭებინა, მაგრამ მეორეს მხრივ მათ არ აქვთ ყოველდღიური არსებობის პრობლემა, ანუ ოპერირების პრობლემა, როგორც რეჟიმს, როგორც ძალაუფლებას, ხო? იმიტომ რომ აგრძელებენ ფუნქციონირებას, იღებენ ხელფასებს, იყენებენ საბიუჯეტო სახსრებს, გასცემენ ბრძანებებს, რომელიც სრულდება, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში ხალხს უქმნიან პრობლემებს და სიტუაცია მეტნაკლებად კონტროლს ქვეშ აქვთ. აი რატომ ვერ გაგრძელდება? მე ამაში ვერ დაგეთანხმებით, რომ ყოველდღიურად ნორმალურად ოპერირებენ. ვერ ოპერირებენ ნორმალურად, იმიტომ რომ ისინი არ ცხოვრობენ ისეთივე ნორმალურ პირობებში, როგორც მე და თქვენ ცხოვრობთ, მაგალითად. ისინი ქუჩაში ვერ დადიან, გარეთ ვერ გადიან, ხო? ელემენტარულად ეხლა სახში არიან გამოკეტილი, სახლიდან ოფისი, ოფისიდან სახლი, ხო? ეს არის მათი მარშრუტი, ხო? არიან სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, მათ შორის ოჯახის წევრების მხრიდან, იმიტომ რომ სანქციები მუშაობს. ბევრს საბანკო ანგარიშის პრობლემა აქვს და ნამდვილად ფინანსური გადარიცხვების პრობლემაც აქვს. და ნელ-ნელა ეს წნეხი იზრდება და იზრდება. ეს არის თუ იმაზე ვსაუბრობთ, ნორმალურად, ასე ვთქვათ, აკონტროლებენ თუ არა სიტუაციას. ვერ აკონტროლებენ. უბრალოდ ეს არის მათი პროპაგანდის მიერ შექმნილი, რომ თითქოს და კარგად არიან და თითქოს და აკონტროლებენ, მაგრამ სინამდვილეში სიტუაციას ხო ვერ აკონტროლებენ. როცა საზოგადოების უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა შენს წინააღმდეგია, შენ გაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში და უნდა განმუხტო. და შენ როცა ამას საერთოდ სიგიჟეს პასუხობ, ხო? კი, ეს პროპაგანდა რაღაც მომენტი მუშაობს, მაგრამ სიღრმეში აი ეხაც რომ წავიდეთ ქუჩაში ვკითხოთ, რომ ვინ უნდა განმუხტოს პოლიტიკური, ვისი ბრალია პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ქართული ოცნების და ხელისუფლებაში მყოფი თვითმარქვია რეჟიმის ბრალი. მათ აკისრებს საზოგადოება პასუხისმგებლობას. ამას ვამბობ მე, რომ ასე ვერ გაგრძელდება, უსასრულოდ ხო ვერ გაგრძელდება. თავარი ჩვენ რაც შევძელეთ, ეხლა ჩემს წინა გამოსვლასაც მინდა უთხრა, რომელიც აქ იყო. თავარი ჩვენ შევძელეთ ერთი რამ, რომ წინააღმდეგობის ხაზი არის შენარჩუნებული რა და ურღვევია. ამ ხაზის ურღვევობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ შედეგზე გავიდეთ. აი უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ გარკვეულ ჯგუფებს თქვა დაეწყო თანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ მაგალითად მანდატები
არ იყოს გაუქმებული იმ უმრავლესობა ოპოზიციური დეპუტატების, რომელიც არის. მაშინ ეს ვითარება კი არ იქნებოდა. მაშინ იქნებოდა ვითარება, როდესაც შენს გეუბნებია, რომ არა რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგა, რაღაც უნდა გააკეთო. ანუ უკან დასახელები შეუქცევადი ხასიათი აქვს აი ამ პოზიციაზე. ჩვენ მანდატებს აბსოლუტურად შეუქცევადი ხასიათი აქვს პირდაპირ გეტყვით და მე ვფიქრობ, რომ დღეს ისეთი სიტუაცია აქვს ქვეყანაში და ისეთი საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, ერთსულოვნება ამ კუთხით მაინც, ხომ? რომ ამ ხაზის რღვევების საფრთხეს მე დღეის მდგომარეობით ვერ ვხედავ. ხო, მე პერსპექტივაზე მივანიშნე მაგალითად თვითმმართველობაში არის. ხო, აი თვითმმართველობის არჩევნები თუ მე მკითხავთ, ხო? თვითმმართველობის არჩევნები ამიტომ არის საფრთხე, რომ არ მოხდეს აი ამ საერთო ხაზის რღვევა და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემს ყველა კოლეგასაც მიმართავ, რომ თავარი არის გადაწყვეტილება იყოს ერთიანი. მე პირადად მომხრე, რა თქმა უნდა, ვარ იმის, რომ არჩევნებში არ უნდა მოხდეს მონაწილეობის მიღება. თუ ყველაფერი უცვლელად არის. ხო, ახლა დღევანდელ ვითარებაში აი ესე, როდესაც ყველაფერს აკონტროლებს ეს ადამიანები არჩევნებს, ხო შინაარსი აზრი დაკარგული აქვს. საერთოდ შეიძლება კიდევ მეტად შეცვალონ კანონები და საერთოდ იქამდე მივიდეთ, რომ თქვა საკრებულოებს ჩვენ ხო ამბობენ, რა თბილისში მოვიგოთ მერობა საკრებულოს შეიძლება გადააყენებინონ. ხო, ჩვენ ხედავთ, რომ მაჟორიტარების რაოდენობა დააბრუნეს ზუსტად ისე, როგორც იყო მანამდე. ბევრი საფრთხე და მოთ ასე ზედაპირულად ნუ განვიხილავთ ეხლა ჩვენ, რომ რადგან თბილისში ჩვენ დიდი უპირატესობა გვაქვს ან ქუთაისში ან ბათუმში, ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად იქ შედეგზეც დავდებთ და იმ შედეგს შევინარჩუნებთ, ხო? იქ არის შადებული კონკრეტული საფრთხეები, რის გამოც ეს არ მოხდება. თუ არაფერი არ იცვლება, საერთოდ რა უნდა უთხრათ საზოგადოებას, რატო გავდივართ? ანუ რა შეიცვალა, ხო? რა ახალი გარემოებაა, რა ახალი პირობაა იმისთვის. ეხლა მაინც დაუბრუნდები ქართულ ოცნებაში მიმდინარე სიტუაციას. ყველა ეს გადაადგილება მერწმუნეთ არის იმისთვის, რომ sapparlamento არჩევნებისთვის ემზადებიან ეს ადამიანები რა. და ჩვენ ამ ამოცანიდან უნდა გამოვიდეთ. ჩვენთვის არჩევნები ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, ახლა ის დროა, როცა მომზადება უნდა დავიწყოთ, რომ არჩევნები შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერ დროს. რატომ უნდა დანიშნონ არჩევნები? კიდევ ერთხელ ვამბობ, მათთვის არის სერიოზული დისკომფორტი, რაშიც არიან. მათთვის ის, რომ სასანქციო ადამიანების რაოდენობა და პირთა წრე იზრდება, არის პრობლემა. მათთვის ის, რომ არა მარტო თვითონ, არამედ ოჯახის წევრებს აქვს ფინანსური თუ გადაადგილების პრობლემა, არის სერიოზული პრობლემა. ბევრი უთანხმოებაა შიგნით. ხო, ბევრი ადამიანი წუწუნებს, მე ხშირად გამიგია, მსმენია, გამოსული ამბები, რომ ხა მე კი მზად თუ არ ჩემი თავი დავდო ამ საქმისთვის, მაგრამ შვილები მეზდება, რა გავაკეთო? ვიხდით, არავის არ უნდა საბოლოო ჯამში, რომ მშობელმა თავის შვილიც გახადოს ფაქტობრივად შემდეგი 50 წლის მანძილზე იმ დიდი დანაშაულის, ასე ვთქვათ, თანამონაწილე, რომელსაც ისინი ჩადენა. ეს ფსიქოლოგიური სტრესი არის მათში და სერიოზული. მათ შორის თავისუფალი მიმოსვლის გაუქმება შეჩერება ამ თვალსაზრისით ისინი ხვდებიან, რაც არ უნდა პროპაგანდისტული ნარატივი ამუშავონ, რომ პატრიოტიზმის და საქართველოს გამო ჩვენ აღარ ზვიზაგვინდა და არაფერი. კარგად ხვდებიან, რომ ეს ძირეულად ვერ იმუშავებს მათ მხარდამჭერებს, იმიტომ რომ პატრიოტიზმი და დამოუკიდებელი ქვეყანა ამ ხალხს, მათ შორის მის მხარდამჭერებს სწორედ იმისთვის უნდათ, რომ დასავლურ სამყაროსთან მეტი ინტეგრაციის საშუალება ჰქონდეთ და პერსპექტივა შეუნარჩუნონ შვილებს და შვილიშვილებს. ყველაზე მეტად აი ამ პროპაგანდის სიყალბე იცის ელიტამ და მისმა ოჯახის წევრებმა. ყველაზე დიდი პრობლემა იქ არის. შეიძლება სოციალურად დაუცველი გაჭირვებული ადამიანი ფულით მოისყიდოს ან დააშინოს ხმის მისაცემად, მაგრამ იმ თავის ოჯახის წევრს ხო ვერ მოატყუებს. რომ მიდის მამა სახლში ან დედა სახლში, შვილი რა შეუბნება. მე მინდა რომ წავიდე ამერიკაში, მინდა ადამიანურად ვილაპარაკოთ, მინდა რომ გერმანიაში წავიდე, საფრანგეთში წავიდე, ვისწავლო, რაღაცა გავაკეთო, საქმეს ვეწვევ და არც ერთი დარწმუნებული ვარ, ეხლა ვინც ეხლა თუნდაც დააწინაურეს ან ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში არც ერთი ამათი ოჯახის წევრს არ უნდა მოსკოვში სიარული რა. აი მოსკოვში უბიზო მიმოსვლა ხო არის? აი რამდენად გაიზარდა ეხა ქართველების რაოდენობა რუსეთში ვინც დადის. არ გაიზარდა, იმიტომ არ გვინდა. მიხდით არო, ესეც ხო ფაქტორია რა. ეგ კიდე უკეთეს პერსპექტივას ახავ, იმიტომ რომ ადამიანები უკვე იმასაც განსაზღვრავენ და ფიქრობენ იმას, რომ მოსკოვში სიარული კი არ იქნება მარტო მათთვის თემა, არამედ რუსეთის სახელით რომელიმე გაუგებარ ომში მოხვედრა. ეგ კიდე ცალკე პერსპექტივაა. ძალიან სერიოზული ქართული ოცნების პერსპექტივა რა. ესე იქნება. ანუ თვითონ ხო იცი რომ ქართული ოცნების პერსპექტივა რა არის? დაუცველი, მარტო დარჩენილი საქართველოს, ძლიერი ევროპის, ძლიერი ამერიკის გარეშე, რომლის, ასე ვთქვათ, მარტივად მოწყვლადია, მარტივად გადასაყლაპია მტრის მხრიდან, გადაყლაპაში რას გულისხმობ ხარ რა? შეგიყვანა ევრაზიულ კავშირში, მერე სამხედრო კავშირში, მერე გითხრა რომ აგერ ახალ ომს ვაწარმოებ რა. აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან არ წაიყვანეს ადამიანები ომში? ხო წაიყვანეს უკრაინა, ძალით წაიყვანეს ადამიანები, არ მიდიოდნენ და ბევრმა როგორც ვიცი, არც მინდა ამაზე ვისაუბრო, აქეთ შეაფარა თავი რომ აერი
იდებია თავი იმაში რა ქვია პუტინის ომში წასასვლელად თვითონ რუსმა რამდენმა არიდა თავი სწორედ საქართველოში. რა თქმა უნდა, წამოვიდა და წავიდა და ეს მოკლედ რა მინდა ვთქვა რომ ახლა შეიძლება ვიღაცას ქართული ოცნება თავისი პროპაგანდისტული მედიით სადღაც ატყუებს, მაგრამ ელიტამ ყველაზე კარგად ვინც გაბატონებულია ეხლა და ვინც ხალხის ძარცვით არის გამდიდრებული, ყველაზე კარგად იცის რა რეალობაშია. ამიტომ ვამბობ, რომ ეს კრიზისი დიდხანს ვერ გაგრძელდება, ეს არის პოლიტიკური კრიზისი, რომელზეც პასუხისგებლობა არის, ფეთქებაც საშიშია სიტუაცია, როდის აფეთქდება საბოლოოდ და როდის ასე ვთქვათ, ამოუვა ყელში თუნდაც იმ პოლიციას, რომ შეასრულოს ეს უაზრო დავალებები და როდის ამოუვა იმ მოსამართლეს ყელში, რომ თავი აღარ გამეს, დღეს მოსამართლის სტატუსი არის სირცხვილთან და იმასთან ასე ვთქვათ, გაწონა მე ყველა მოსამართლეს ნამდვილად არ ვაყენებ, ვიცი რომ იქ არიან ღირსეული მოსამართლეები, რომლებიც გაემიჯნენ კიდეც ოფიციალურად და ხმამაღლა გაემიჯნენ კლანის გადაწყვეტილებებს, მაგრამ იმათ ხო ის ხო უუფლებო მოსამართლეებად არიან ქცეულები და დანარჩენები ხა მოსამართლის სტატუსი არის სირცხვილი. აგერ ჩემს სასამართლო პროცესებში ვეუბნები გალს რომ არ გცხვენიათ მეთქი რომ უბრალოდ ხოხვით შედიხარ რესტორანში პროტესტის წინაშე მეთქი და მუხლებზე ჩოქვით. აი ხოხვით შედადიან. ამაზე მეტი სამარცხვინო რა უნდა იყოს. ანუ კიდე ერთხელ აი როდესაც ადამიანს უნდა რომ რაღაც თანამდებობა კონდეს რისთვის უნდა ან საქვეყნო საქმე უნდა აკეთო რომ ადამიანებმა გითხრან რომ ყოჩაღ მადლობა რომ ეს საქმე გააკეთე, ეს ააშენე, ეს გააკეთე, ეს ინვესტიცია მოიზიდე, სამუშაო ადგილი შექმენი, ეს ქართული ოცნების პირობებში არ არის. ან რაღაცა ტკბობა და სიამოვნება უნდა მიიღო, ხო, რა ვიცი, რაღაცა ხო უნდა კონდეს და მე გეკითხებით, აი მათხან ეხა ქუჩაში ვერ დადიან, გარეთ ვერ გამოდიან, სახლიდან რო გამოდიან, ბევრს იხედებიან იქეთ-აქეთ, ვინმე მკვერცხი არ ესროლოს და ვინმე ვიდეო არ გადაუღოს, რომ არ მიაძახოს კიდე რაღაც, ხო? მათ ოჯახის წევრებსაც პრობლემა აქვს. ამ ეტაპზე დიდ ფულს აკეთებენ. კი, ფულს აკეთებენ, მაგრამ ფული იმისთვის გრადაცია, მაგრამ ფული რა, კი. ხო, და ფიქრობენ, რომ იცით რა, ყოფილა ამ ქვეყანაში ისტორიის მონაკვეთები, როდესაც აი ასეთ ჯგუფებს უშოვიათ რაღაცა ფული, მერე ცოტა წაუძინიათ, ასე ვთქვათ და შემდეგ ეს ყველაფერი კარგად შეურგიათ და მოურგიათ. მაგრამ ახლა უფრო მწვავე ფაზაში ვართ იმ გაგებით, რომ ქვეყანა სახელმწიფოებრიობას კარგავს და სოფლიო გეოპოლიტიკური დინამიკის გათვალისწინებით საფრთხეები ქვეყნისათვის ძალიან გაზრდილია. ამიტომ ჩვენ საუბრის დასასრულს მოდით თქვენ პრინციპში დაიწყეთ კიდეც ამაზე საუბრი და ამით დავამთავროთ, ოღონდ სხვა კუთხით შევხედოთ ამას. ეს სიტუაცია როგორ შეიძლება მათ შორის ივანიშვილის ვერტიკალში გადაადგილებები გამოიყენოს უფრო აქტიურად და ეფექტურად არა მხოლოდ პოლიტიკურმა კლასმა, არამედ იმ დიდმა წინააღმდეგობის მოძრაობამ, რომელსაც სხვადასხვა სახე აქვს, მაგრამ აშკარად უფრო მეტი არის მცდელობა ერთმანეთთან დაახლოების და რაღაცა ტიპის координირებული მოქმედების. მაგალითად, ხვალ იმართება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მსვლელობა 151 დღიანი ერთობის და სხვა ორგანიზაციების მეშვეობით მათ წარმომადგენლები შემოგვიერთებიან გადაცემის მეორე ნაწილში, მაგრამ აი პოლიტიკური პარტიების როლზეც აი ამ კონტექსტში ვისაუბროთ. კი, მე გეტყვით პირველი რომ ძალიან კარგია ხვალინდელი პროტესტი და მართლა მხარს უჭერ და ყველას მოუწოდებ რომ შევუერთდეთ ხვალ დიდუბის მეტროდან იქნება ეს მსვლელობა და კარგია რომ სხვა წერტილები უბრუნდებით იმას რომ ისევ და ისევ სხვა წერტილები იქნება აღებული და არ იქნება მხოლოდ რუსთაველზე პროტესტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 2 საათზე იწყება შეკრება. 2 საათზე არის შემდეგ მსვლელობა დაიწყება და იქნება პროკურატურის მიმართ. ზოგიერთ მაგით თბილისის პროკურატურამდე მეც დავაზუსტე დღეს თბილისის პროკურატურამდე იქნება მსვლელობა. ანუ დიღმისკენ და არა გენერალური პროკურორი. არა, ორთაჭალა ძალიან შორია იქიდან და იქიდან არის თბილისის პროკურატურამდე მსვლელობა, ასეთი მსვლელობაა. ეს მსვლელობა ანუ გაივლის საქალაქო სასამართლოს თბილისის პროკურატურა გვერდ-გვერდ არის იქ და დიღმის ხევნისკენ იქნება. მეც დღეს დავაზუსტე და ამიტომ ვაზუსტებ. საღამოს 20 საათზე რუსთაველზე ტრადიციულად იქნება შეკრება. რა არის როლი პოლიტიკური სპექტრის. ჯერთი, მოდი ახლა მინდა პირდაპირ არ ვიტყვი, მაგრამ იმედია ყველა გაიგებს, რომ პოლიტიკური ლიდერები ცუდები არიან, სუსტები არიან, ასე შემდეგ, ეს მესმის უკვე წლებია და ეს პირველად არ ხდება რა და მე ვფიქრობ, რომ ესეც არის ქართული ოცნების პროპაგანდის ერთ-ერთი ნაწილი, რომ მუდმივად ილაპარაკოთ თუ ცუდია და თუ სუსტია და თუ არაფრის მაქნისია, რა თქმა უნდა, ხალხი იმას არ გაყვება, ხო? და თუ შენ ამაში ხელს უწყობ, რომ ცუდიაზე ილაპარაკო და არაფერი, ასე ვთქვათ, სხვა კუთხით არ ელაპარაკო, ესე იგი აძლიერებ იმას, რომ ალტერნატივა არ წარმოიშვას და გააძლიერო ქართული
ოცნების პროპაგანდის გზავნილი. ამას ეხლა იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმესთან არის ასე ვთქვათ თანხwebdriverში ან შეკრული, მაგრამ პირველად არ მესმის რა ეს საუბარი. მათ შორის მაშინ მესმოდა, როდესაც პოლიტიკურმა სპექტრმა ბევრჯერ პასუხისგებლობაც ავიღეთ ჩვენ თავზე და ღიად ვიტყვი არ დავმალავ რა და ეხლა მართლა ბოლოს და ბოლოს თუნდაც როდესაც მშვიდობიანი ალყა მე პირადად სხვა პოლიტიკოსებთან ერთად გამოვაცხადე, მე ბევრი ადამიანის მხრიდან ძალიან სერიოზული დარტყმა მივიღე მაშინ, არა მარტო მე, არამედ პოლიტიკურმა სპექტრმა იმ რამდენიმე საათის პირობებში, როცა კონსოლიდაცია და ერთად დგომა იყო საჭირო, ერთმანეთის მხარდაჭერა იყო საჭირო, მივიღე დარტყმები, არა მარტო მე, არამედ ბევრმა სხვამ, მეორე დღეს ამან შედეგი დააყენა, რომ რუსული კანონი გაიტანეს, მაგრამ როდესაც დასუსტებულია რეჟიმი, მაშინ როცა უნდა მიაწვე, ყოფცებ ეს ადამიანები ყველა გაიწია გვერდზე და იმის განხილვა დაიწყო, ვინც უდია. მიხვდით და არა, ის რომ მიდი მივაწვეთ, მეორე დღეს რა განცხადება გქონდა ჩვენ. ახლა სათითაოდ დაგვივლიან, დაგვაკავებენ, არ შეიძლება პროტესტის გაჩერება და გვინდოდა რომ იმ საღამოსვე პროტესტი დაგვიანონსებია, მაგრამ სამწუხაროდ ეს ბევრი გარეაქტორის მხრიდან ხდება ხოლმე უცებ გადატანა სხვა ჭრილში ამ ყველაფერს. ეს ჩვენ ვიცით და ეს უნდა გავიაზროთ. ეს გასათვალისწინებელია. იგივე 20 ივნისთან მიმართებაშიც იგივე იყო ზუსტად ეხა ზოგიერთი აპირებს გადაწეროს რაღაცნაირად რეალობა 20 ივნისთან მიმართებაში ისე წარმოაჩენენ რომ თვალების დათხრა გმირობაა რა და ეხა ეს ვერ იქნება ეხა ეს და უკაცრავად რა ეხა მართლა ყველა შეიკაოს თავი ცოტა როცა ლაპარაკობს გარკვეულ საკითხებზე. ამიტომ თავდასხმები ოპოზიციაზე და ოპოზიციურ ლიდერებზე ხო არის ძალიან მარტივი რა. იმიტომ რომ რაღაც ნახეთ როცა რაღაც აქცია ხდება პოლიტიკოსები არ გვინდა. მერე უცებ როდესაც საჭიროება ხდება რაღაცა ცუდად მიდის პოლიტიკოსები სადარენ. ესე არ არის ხალხო რა ესე ვერ იქნება რა. თორე მე არც მე და ძალიან ბევრს არც პასუხისგებლობის აღების გაგჭირვებია. არც წინახაზე მდგომის გაგვიჭირვებია და არც ხვალ გაგვიჭირდება და ეს მოცემულობაც ვიცით. ეს ყველაზე უსარგებლო. ბოდიში დღეს ღიად ვიტყვი რომ დღეს ზურა ჯაფარიძეს ველაპარაკებოდი, იმიტომ რომ არის ხა გირაოს გადახდა არ გადახდის და ციხეში წასვლის არ წასვლის საქმე. დღეს იმ რეალობაში ხარო ციხეში რომ წახვიდე, მე შეიძლება ვიღაცა მოგაძახოს რომ რა შედებოდი იმ ციხეშიო. აი ამ რეალობაში ვარ და ხა ღიად ხო ნურს გაფრინდებინო. ანუ ციხეში ყველაფერი ანუ სისხლის სამართლის პასუხისგებლობის ქვეშ არის პოლიტიკოსების უმრავლესობა. მოდი ხა ესე ვთქვათ რომ პარლამენტის წევრობა 14000 ლარიანზე ხელფასი თქვა ამ ადამიანებმა. გამიგეთ? უარი თქვეს თავის პერსონალ უამრავი პრობლემის და სერიოზული პრობლემი პირადი პოლიტიკოსი რა. რო ქვია პოლიტიკოსი ჰაერიდან კი არ მოდის მის გარშემო და ცხოვრება იმითი რა ქვია ვარდისფრად კი არ არის მოწყობილი. ბრძოლის წინაფხაზე ხარ, გამოძიებაში ხარ, გითვალთვალებენ, შემოსავალი არა გაქვს, ციხეში დაჭერას გიპირებენ, შენი ოჯახის წევრები სტრესის ქვეშ არიან ყოველდღე, შენზე უამრავ ნეგატიურ ვიდეოზე სამსახურებიდან ათავისუფლებ, ნეგატივ შენი შვილები უყურებენ იმ ნეგატიურ ვიდეოებს, რაზეც შენზე აკეთებენ ყალბ ვიდეოებს რა და ესე მარტივად არ არის ეხა ეს საქმე და თუ მე არასდროს არავის არ ვესხმით თავს და ურთიერთ თავდასხმა და ეს რაღაცა დამოკიდებულება ჩემი ეს არასწორია. თუმცა გიორგი სიმართლე რომ გითხრა ამასაც მიჩვეული ვართ. და ზუსტად ამ რეალობიდან გამომდინარე მე ვამბობ რომ მაქვს კიდეც განა არა მაქვს გაწერილი მაქვს ჩემი აზრით რა უნდა გავაკეთოთ რა შემდეგი კვირების და დღეების და თვეების მანძილზე ინდივიდუალურად ხვდები ეხა ყველას და მე იმედი მაქვს რომ რაღაც დროს უკვე დავიწყებ სწორედ აი ამ სისტემურ მუშაობას. მე მიყვარს სისტემური მუშაობა რა. ამის ადამიანი ვარ. სპონტანურობის დროს გამარჯვების შანსი არის დაბალი. სისტემური მუშაობის დროს შედეგის შანსი არის ძალიან დიდი. და ამიტომ ერთ რამეზე შევთანხმდეთ. ნუ დავიწყებთ აი ვინმე აქციას აი მაგალითად ხვალ არის აქცია ან ორშაბათს არის აქცია. ეს აქცია დიდი გამოვიდა, პატარა გამოვიდა თუ ასეთი გამოვიდა ერთმანეთს უნდა გავამხნევ და მხარი უნდა დაუჭიროთ. ის კი არ უნდა ვქნათ რომ აი ხა იმას ნახე რა გააკეთა, იმან ეს თქვა. ანუ როგორ არის იცით ხანდახან რო უყურებ თითის გაშვერაში მასტერ კლასია რა, ანუ ძალიან მარტივია. ბიჭო, გავიშვიროთ კი ბატონო, მაგრამ ქვეყანას ხო ამით არ ეშველება. არის რაღაცა არ მოგწონს, მოდი მივიდეთ, გავაკეთოთ სხვანაირად, დავჯდეთ სხვანაირად, ვიმუშაოთ სხვანაირად. ამიტომ გამოსავალი გეტყვით შევაჯამებ უბრალოდ. ქართული ოცნება ნამდვილად არჩევნებისთვის ემზადება. უпроსორად ბიძინა ივანიშვილი და ზუსტად ის რაზე თქვენ საუბრობდით არ გაუჭირდება თქვას რომ ყველაფერი რაც მოხდა კობახიძის ბრალია ხო ხვალ გამოვიდეს კარგად იყავი კობახიძე და საერთოდ ახალი რაღაცა ჯგუფი შესთავაზოს საზოგადოებას რა დასავლეთსაც უთხრას რომ რა გავაკეთო ახლა გამაგიჟეს ამ ხალხმა და მე ხო იცით არ ვიყავი ჩართული როგორც იყო მაგალითად ბავშვების შიმშილობა რომ უცებ აღმოაჩინა ამ ქვეყანაში ოღონდ იმის მერე უფრო მეტი ბავშვი შიმშილობს სხვათა შორის საქართველოში სამწუხაროდ რა ეს რეალობა არის ამიტომ ჩვენ ყოველ დღე მზად უნდა ვიყოთ არჩევნებში ოპოზიციის როლი არის ზუსტად ამისთვის მომზადება იმ გარდამავალი პერიოდისთვის მზადება იმიტომ რომ ჩვენ ამ
ამოცანა გვაქვს შესაძლებელი. ყობახიძეებმა და ივანიშვილებმა ეს არჩევნები არ უნდა ჩაატარონ. ესეც რთული ამოცანაა, მაგრამ ესეც უნდა შევასრულოთ აუცილებლად. მადლობა გიორგი ვაშაძეს დამშვიდობები.